ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის სასამართლოს ხდომა ბორჯომის ეპიზოდის გამოკვლევით გაგრძელდა. პროცესზე გარდაცვლილი პოლიციელის გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე დაიკითხა. გიორგი მახარაშვილმა 23 იანვრის ღამე დეტალურად აღწერა, რა დროსაც იგი თანამშრომელთან ერთად ერთ-ერთ ქუჩაზე პატრულირებდა. დაჭრილი პოლიციელი ირწმუნება, რომ მას და გიორგი ბერუაშვილს ცეცხლი შალვა აბულაძემ გაუხსნა. შემთხვევისა 7 ტყვია მახარაშვილს, ხოლო 5 გიორგი ბერუაშვილს მოხვდა. დაზარალებულმა სასამართლოს ჩვენება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც მისცა. მახარაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას სიცრუეს უწოდებს აბულაძის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძის თქმით, შემთხვევასთან დაკავშირებით არსებობენ მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ადგილზე, სადაც პოლიციელები დაჭრეს, სიბნელეა და პიროვნებას ვერ ამოიცნობდნენ. ამიტომ ხაჭაპურიძისთვის გაურკვეველია, როგორ იცნო მახარაშვილმა შალვა აბულაძე. სხდომაზე ის პოლიციელებიც დაიკითხნენ, რომლებმაც 10 აპრილს შალვა აბულაძის დაკავების დროს სპეცოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს. სხდომაზე ბრალდებულმა აბულაძემ შუამდგომლობებიც დააყენა. მათ შორის მისი მეუღლის ქრისტინე ციხელაშვილის დაზარალებულად ცნობა და სხდომაზე მოწმის სტატუსით დაკითხვა, თუმცა მოსამართლემ არც ერთი მათგანი დააკმაყოფილა. დღევანდელ სასამართლო პროცესის ამ ეტაპზე შესვენებამდე დაიკითხა დაზარალებულის მკვლელმონაცვლე გიორგი მახარაშვილი. ანახწერა თუ როგორ რა ვითარებაში განახორციელა შალვა აბულაძემ გასროლა მისი და ასევე მისი მეწყვილის გიორგი ბერუაშვილის მიმართულებით, რა დაზიანებები მიიღო და რა სამედიცინო ჩარევები დასჭირდა იმის რომ მის სიცოცხლე შენარჩუნებული იყო. ეს არის აბსოლუტურად ცრუ ჩვენება, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულებები თავად პროკურატურას აქვს. არ ვიცი ხა პროკურატურა ამ მოწმეებს წარმოადგენს გამოიძახებს, თუ არ გამოიძახებს, ჩვენ დავაყენებთ ჩვენ მდგომარეობას, მაგალითად ხალბატონი არის ერთი გვასა დავასახელებ ამ ეტაპზე, დაკითხული, რომელიც ამბობს, რომ მე როდესაც მივედი, იმდენად სიბნელე იყო, ვერ დავინახე ეს ადამიანი, მობილური ტელეფონი ავანთე და ისე ვიპოვე შემდეგ დაჭრილებიო.